ტრამპის გზა მომავალი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ამის შესახებ ბაქოში შეერთებული შტატების ეკონომიკური დაფინანსების კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კენეთ ანიელმა განაცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი დიდი ხნის განმავლობაში გაყოფილი აზერბაიჯანული ტერიტორიების გაერთიანებას ემსახურება. ამერიკელმა მაღალ ჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და ირანი დერეფნის გახსნის წინააღმდეგი არიან, თურქეთი კი მომხრე. მისივე შეფასებით პროექტით სომხეთის დაინტერესებულია, რადგან მარშრუტზე გამავალი ტვირთებისთვის საბაჟო გადასახადის დაწესება მისთვის მომგებიანი იქნება. შუა დერეფნის საკითხებზე მომუშავე ამერიკული სერტიფიცირებული სავაჭრო მისიის წარმომადგენლები რეგიონში იმყოფებიან. დელეგაცია უკვე ეწვია ბაქოს, სადაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმებები განიხილა. მოსალოდნელია, რომ ამერიკული მისია მოლაპარაკებებს სომხეთშიც გამართავს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაგეგმილია დისკუსიები, მათ შორის ტრამპის გზის პროექტის განხორციელების მიმართულებით.